ქვეყანაში, რომ გითხრათ კიდევ ერთხელ ის, რაც ყველამ უკვე ვიცით, გამარჯვებამდე დარჩა სულ რაღაც 20 დღე. 1 ოქტომბერს ყველანი მივდივართ არჩევნებზე, რა თქმა უნდა, რადგან ნაძალადევი იმსახურებს ცვლილებას. ამას დაემატა ამას წინ ისიც, რომ ჩემი ერთ-ერთი საყრდენი, პატარა ბიჭი 22 წლის, თითო მიშელაძე ლოტკინზე ღამე დახვდნენ მისი დამქაშები და გავახეს. გავახეს იმიტომ, რომ ჩემ გალახვას ვერ ბედავს. ჩვენ საპატივსაცემოდ გამოვაგებულია დადიანის ქუჩაზე მთელი ნაციონალური მოძრაობა. დღეს ქონდა მორიგი შემაჯამებელი შეხვედრა ცოტნე დადიანის ქუჩის მაცხოვრებლებთან. 1 ოქტომბრის მოახლოვებასთან ერთად მუხტი იმატებს. ამომრჩეველი მზად არის იმისთვის, რომ პასუხისმგებლიანად მოიქცეს და თავისი ბედი ხელთ აიღოს და 1 ოქტომბერს შემოხაზოს 41 და ჩვენი მოვალეობა, რომ ეს ხმები დავიცვათ და ამისთვის უკვე პრაქტიკულად ყველა სქემა არის გამზადებული, რომ არც ერთი ხმა ნაძალადევის ამომრჩევლის არ იქნეს დაკარგული. ჩვენ მიზნად გვაქვს, რომ 1 ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობა და ნაძალადევში სამადაშვილი დავამარცხოთ 41-5. ეს არის ჩვენი მიზანი, რომელიც პრაქტიკულად შესრულებულად შეიძლება უკვე ჩაითვალოს. მთავარია ოპოზიციამ დამოუკიდებლობის შემდეგ პირველად მოახერხოს ხმების დაცვა. მე პირადად ამისთვის და ჩემი აქტივი ვართ უკვე მზად. ნაძალადევს აინტერესებს ცვლილება, იმიტომ რომ ყველას უნდა წერტილი დაესვას იმ ტოტალურ უმუშევრობას, რომელიც გამწარებულ მდგომარეობაში ამყოფებს ადამიანებს, რომ შემცირდეს კომუნალური გადასახადები და რომ ადამიანს აღარ ეშინოდეს ავად გახდომის. ქონდეს სამართლიანი სასამართლო და პრობაციონერი არ იყოს რომელიმე უმსგავსო პოლიტიკოსის манипуляციის ან ვაჭრობის საგანი. დღეს ჩემს შეხვედრაზე მოსულ ქართული ოცნების ამომრჩეველს კოლონებით და ოვაციებით შეეგება ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული მოძრაობა, რომელიც მთელს ქუჩაზე დადიოდა სიგნალებით და ესალმებოდა იმ ამომრჩეველს, რომელიც აპირებს შემოხაზოს 41. რამდენიმე ეს ახალგაზრდა უკვე ჩვენს მხარეს არის გადმოსული, მე ეს მახარებს და ველი რომ მოსავალი იქნება კიდევ უფრო უხვი. ნაციონალები იწყებენ ნაძალადევში ქართული ოცნების და წულუკიანის მხარეს გადმოსვლას.